ქვევრის ღვინის აყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს გადაწყვეტილებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. წარმომადგენლობით ნუსხაში მეთოდი კომიტეტში წარმოდგენილი წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელთა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იუნესკოს მთავრობათა შორისი კომიტეტის მერვე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. ბაქოში ქართულ დელეგაციას საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ მოდიშარია ხელმძღვანელობს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2011 წელს ქვევრის ღვინის აყენების ქართულ მეთოდს უმაღლესი ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. აი ეს წესი აღიარა ყველამ როგორც ერთ-ერთი უნიკალური მოვლენა და მიენიჭა მას სტატუსი. ანუ იუნესკოს მფარველობის ქვეშ არის. აქვე აღნიშნო მინდა რომ ამ ღონისძიებას 100-ზე მეტი ქვეყანა ესწრება. უბრალოდ მათი წარმომადგენელი ესწრება. მანამდე ჩვენ ქონდა ერთადერთი ქართული მრავალხმიანი სიმღერა, რომელსაც 2001 წელს, ანუ 12 წლის წინათ მიენიჭა ეს სტატუსი. მთავრობათა შორისი კომიტეტის სახელით მინდა მივულოცო საქართველოს ეს დიდი წარმატება. სანომინაციო წინადადება უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული. ის ყველა საჭირო პუნქტს აკმაყოფილებდა. ღვინო ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა და ეს სტატუსი ნამდვილად დამსახურებულია.